გამარჯობათ ბატონებო. თავისუფლად. მინდა მოგესალმოთ ყველას. დღეს საქართველოს ეროვნული ხუთჯვრიანი დროშა სანახევროდ ჩამოშებულია იმ გმირების საპატივცემლოდ, რომელიც საუკუნეების და განსაკუთრებით ბოლო საუკუნის განმავლობაში თავს წირავდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს გადარჩენისთვის, საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. რამდენიმე დღის წინ მე მქონდა პატივი ყოფილიყავი ხელმანდის პროვინციაში, ავღანეთში, სადაც ქართველები ძალიან 10 წლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონტინგენტის შემადგენლობაში გამორჩეულად კარგად იბრძვიან, გამორჩეულად ბევრი საბრძოლო დამსახურება აქვთ იქ მშვიდობის და სამართლიანობის აღდგენის საქმეში. 2 დღეც არ იყო გასული, ჩვენი ერთ-ერთი მებრძოლი მოექცა ცეცხლის ქვეშ, მან გამოიძახა ეს საპატრულო მანქანა. ჩვენები წავიდნენ მის დასახმარებლად და სამა ქართველ მებრძოლმა ვალიკო ბერაიამ, პატა კაჭარავამ და რუსლან მელაძემ გაწირეს თავის სიცოცხლე საქართველოსთვის ამ სამხედრო ოპერაციაში. ჩვენმა ბიჭებმა, რომლებიც იქ დაიღუპენ და გარდა ამ სამისა, რომელიც დაიღუპა რამდენიმე დღის წინ, 13 მანამდეა დაღუპული. ყველაზე კარგად იციან, რა საფრთხეების და გამოწვევების წინაშე არის საქართველო და რისთვის გვჭირდება ჩვენ დიდ საერთაშორისო კოალიციების ნაწილად ყოფნა, რატოა ეს მნიშვნელოვანი სასიცოცხლოდ საქართველოს გადარჩენისთვის და საქართველოს მომავლისთვის. ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენო თანამებრძოლებო, მე თქვენთან მოვედი 25 თებერვალს, საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს დღეს. როცა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის თავარ საკითხებს საუბრობთ. არა ჩვენი უახლოესი მომავლისთვის და არა უახლოეს წლებისთვის, არამედ მინდა იმაზე გესაუბროთ, რაც ჩვენ ერთობლივ მომავალს 1, 2, 3 ან მეტი თაობისთვის განსაზღვრავს. ჩემო მეგობრებო, საქართველო როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო შესაძლოა საუკუნეების განმავლობაში არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს უსაფრთხოებასთან. შეიძლება ეს სიტყვები ვინც გვისმენს იმას ცოტა უცნაურად მოეჩვენოს. რადგან შეგვახსენებენ აუცილებლად რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უზარმაზარი მტრული არმიის მიერ არის ოკუპირებული და ძლიერი მეზობელი ბირთვული ძალა ბევრჯერ დაგვემუქრა განადგურებით. ჩვენ შეხსენებაც არ გვჭირდება, ჩვენ ეს კარგად ვიცით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიმეორებ რომ ქართველი ერი არასდროს ყოფილა ასე ახლოს ჩვენი შვილების, მათი შვილების და შვილიშვილების და იმათ შვილების უსაფრთხო მომავლის გარანტიებთან. პირადად მე ამის ყველაზე მძლიერად წავს და ახლა ჩემს გონებაში ტრიალებს ზუსტად ეხლა ეს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ უკვე თითქმის გვაქვს ის რაც არასდროს ქონია ჩვენი ისტორიის განმავლობაში. ეს არის არა გამბედაობა ჩვენ მოგობრებო. მე ვნახე ჩვენი ბიჭები როგორ გამბედავებიან ავღანეთში. ჩვენი წინაპრები ყოველთვის ყველაზე მამაცები იყვნენ, არა თავდადება, ვინ იყო ჩვენზე, ჩვენ ბაბუებზე უფრო თავდადებული. მათზე ვინც საბჭოთა შემოჭრის წინააღმდეგ პრაქტიკულად შიშველი ხელებით იბრძოდა. მაგრამ რაღაც სხვა ის, რაც მათ აყდათ და რასაც ისინი საწოთსარკვეთილი ეძებდნენ. ეს იმ ერთა ძლიერი ოჯახია, რომელიც ზადაა საქართველოს მიესალმოს და მის სახელმწიფოებრიობას, თავისუფლებას და არსებობას დაუჭიროს ხარი. ამ ოჯახს დღეს ნატო და ევროკავშირი ქვია. ამ ოჯახს ევროპა და დემოკრატიული ერების ტრანსატლანტიკური ალიანსი ეწოდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის ჰორიზონტი, რომელსაც ყოველთვის შევნატროდით, მაგრამ ვერასდროს ვწებოდით, ჩვენთვის სხვა ოჯახი არ არსებობს. არც უნდა არსებობდეს და ამას მოგვიანებით ისევ დაუბრუნდები. ჯერჯერობით ჩვენ არ ვართ ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ არასდროს ყოფილვართ ასე ახლოს მასში გაწევრიანებასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არასდროს ყოფილვართ ასე ახლო თავისუფლებასთან და უსაფრთხოებასთან. ერთდროულად. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. თვალი გადავალოთ
რამოდენიმე გასულ თვეს. ოქტომბერში აქ საფრანგეთის პრეზიდენტი ჩამოვიდა, რათა მხარი დაეჭირა ჩვენი მისწრაფებისათვის ნატოსა და ევროკავშირში. ამის სათქმად ჩამოვიდა არა უბრალოდ ჩვენი ტრადიციული მეგობრის ლიდერი, არამედ ევროპის ერთ-ერთ უდიდეს და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი ქვეყნის პრეზიდენტი. იმავე გზავნის გასავსებად ნოემბერში აქ ნატოს გენერალური მდივანი იმყოფებოდა ჩრდილოატლანტიკური საბჭომ ამ გზავნის სრული შემადგენლობით დაუჭირა მხარი. დეკემბერში ჩვენს მეგობრებთან, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებთან, ევროპული ქვეყნების სახელმწიფოების და მთავრობის მეთაურების შესახვედრად საფრანგეთში ვიყავი, მარსელში. მათთან საუბრისას კიდევ ერთხელ დავწყვიტე, რომ საქართველოს დასავლური მისწრაფებებით დაკმაყოფილდება საქართველოს აუცილებლად გავხდება ევროკავშირის წევრი. ეს წმენა კიდევ უფრო გამიმყარა იმ აშკარა მხარდაჭერა, რომელიც ევროპულმა ლიდერებმა არა მხოლოდ ჩვენთან პირის საუბრისას, არამედ ფართო მაგიდასაც ყველა მათგანი იჯდა ერთნიშნულად გამოხატეს ხარდაჭერა. იანვარში ამერიკის პრეზიდენტმა ჩვენი ქვეყანა, ბევრს ეს რატომღაც ეწყინა, არ ვიცი რატომ, სანიმუშო მისაბაც მაგალითად დაასახელა რეგიონში რეფორმების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. მამკაფიოდ გაიმეორა, რომ საქართველო გახდება ტრანსატლანტიკური ოჯახის წევრი. ჩემო ძვირფასო თანამემამულებო, ჩემო ქართველებო, ნახეთ, რამდენ რამეს გაუძელით, რამდენიერი გადაიტანდა იმას, რასაც ჩვენ გაუძელით. ამდენ გამოწვევას, ემბარგოებს, პროვოკაციებს, შემოჭრას და ოკუპაციას. გამოცდა მოგვიწყეს სწორედ იმ მისწრაფებისთვის, რაც ერთ დღეს ერთდროულად თავისუფალიც ვიყოთ და უსაფრთხოც. ბოლო წლებში ჩვენ ბევრი დანაკარგი გქონდა. ბევრი ტრაგედია გადავიტანეთ და ბევრი ზიანიც მოგვადგა. ჩვენ გამოვიარეთ წამება, რადგან ჩვენი ბაბუების ბევრი წინაპრის ოცნების ასრულება გვინდოდა საქართველოს ყოფილიყო ერთდროულად თავისუფალი და უსაფრთხო. უსაფრთხო არა გალიაში. არა როგორც ზოოპარკში გისოსების შიგნით. უსაფრთხო არა როგორც მარიონეტები, რომლებიც ხვის თავშესაქცევად ცეკვავენ და მღერიან. რათა თავიანთი ბატონები გაართონ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, სწორედ რუსეთის ლიდერი პუტინმა ერთ-ერთ ჩვენი ყოფილი ლიდერის ჩასვლის შემდეგ ამაყად განაცხადა ეს რუსული პრესი და ვიცი მათი უშიშროების საბჭოს სხდომაზე. გეუბნებოდით მე თქვენ ქართველებს ცეკვის და თამაშის გარდა, არაფერთა ცეკვის და სიმღერის გარდა არაფერი მაინდა-მაინც არაფერზე დიდხანს კონცენტრაცია არ შეუძლიათ. და ეს არის მათი წარმოდგენა. ბატონები გავართოთ და ეს ჩვენ ასეთ უსაფრთხოება გვიანდგენდა. უსაფრთხო არა მონობასა და ვასალობაში. არამედ უსაფრთხო იმ პირობებში, რომელსაც ასე ვაფასებთ, თავისუფლებაში. ჩვენ უნდა ვიყოთ უსაფრთხო არა ბატონების, არამედ მეგობრების გარემოცვაში. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის უსაფრთხოს ყოფნის ერთადერთი გზა. წარმოუდგენელია უსაფრთხო იყოს უფლებო და დაუცველი ყმა. ან მონა, რომელიც ბოლომდე დამოკიდებულია თავის პატრონის კაპრიზებზე და ნებასრულზე. საკუთარი თავისუფლების უსაფრთხოებაზე ვერანაირად ვერ არის დაცული, რადგან არ არსებობს ჭეშმარიტ უსაფრთხოება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარეშე. არ არსებობს აღშენებლობა თავისუფლების დამოუკიდებლობის გარეშე. არ არსებობს განათლება თავისუფლების დამოუკიდებლობის გარეშე. არ არსებობს პერსპექტივა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარეშე. ხოლო ისინი არიან უსაფრთხოდ, ვინც ჭეშმარიტად თავისუფალი და მამაცია. ის ვისაც ძლიერი მოკავშირეები ყავს და არა ბატონები. დაფიქრდით. დაგვაძალა როდესმე და ეს არის თავარი კითხვა რაც ისმის. აი ეხლა ვითომ ნეიტრალური ელემენტები, იმიტომ რომ ღიად რუსეთულობა არ არის მოდაში, ასე ამბობენ. ოხ, ერთნაირი ამერიკას და რუსეთიც. ნუ რას უკაცრავად, თქვენ ან სრულიად არაინფორმირებული ხართ, ან უბრალოდ პათოლოგიური მატყუარები ხართ. მე მიმართავ იმ ხალხს, ვინც ამას ამბობს. როდესმე რამე დაგვაძალა ამერიკამ, ევროკავშირმა, თუნდაც საფრანგეთმა ჩვენების საწინააღმდეგოდ. გვაიძულა რამე? არაფერი, სრულიად არაფერი. შესაძლოა ჩვენ ქვეყნები, ეს ქვეყნები ჩვენთან 100-ჯერ უფრო ძლიერები არიან. მაგრამ გვიყურებენ როგორც პარტნიორებს და არა ვასალებს. ერთადერთი რისაც შეიძლება გვეშინოდეს, არის მათი ინდიფერენტულობა. ამის საპირისპირო დღეს ჩვენ იმ ხალხისგან, ვისგანაც არასდროს არაფერი დაძალება არ ქონია, მივიღეთ ხარდაჭერა და მეგობრობა. მადლობა ჩვენ მეგობრებს. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, თქვენ რადგან ახლა ამაყავთ გავართ როგორც თავისუფალი ადამიანები. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ქართველიერის საამაყო შვილებს. მიუხედავად ასაკისა, სქესისა, რელიგიისა, ეთნიკური წარმომავლობისა,
სოციალური კუთვნილებისა და პოლიტიკური ორიენტაციისა. ამ განსხვავებებს შემთთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. იმ მარტივ მიზეზების გამო, რომ მე მიყვარს საქართველო, საქართველო მთლიანად. ისინი, ვისაც სურს ჩვენიერი დაყოს, დააპირისპიროს რელიგიური, ეთნიკური ნიშნით, ასაკობრივ და სოციალურ ჯგუფებად აღმოაჩენენ, რომ მე ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის გარანტი და უბრალოდ საქართველოს პატრიოტი, პრეზიდენტი მათი ყველაზე მრისხანე პოლიტიკური, მორალური და პირადი მტრედი ვიქნები. მინდა თითოეულ თქვენგანს გადაუხადო მადლობა. რადგან თქვენ ხართ საქართველოს ძვირფასი მოქალაქეები. ის ხალხი, ვისაც ქვეყანა გადაარჩინა, ვინც ქვეყანა გადაარჩინა და აუცილებლად გახდის საქართველოს ერთიანს და ბოლომდე თავისუფლებას და უსაფრთხოს ბოლომდე. მადლობას გიხდით ჩემო ძვირფასო ქართველებო და განსაკუთრებით თქვენ, კადეტებო, ოფიცრებო, ჯარისკაცებო. რადგან ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბირთვი ხართ. მათ ვისაც უნდა მონება დარჩენილიყავით და აი რატო არ არის თავისუფლება მონობაში. მათ გაგვინადგურეს ჩვენი ჯარი. საბჭოთა კავშირის დროს დაშალეს ქართული დივიზიები. საბჭოთა კავშირმა გაანადგურა ქართული ოფიცრების საუკეთესო კადრები მე-20 საუკუნეში. მე-19 საუკუნეში. ასობით ათასი ქართველი, მაშინ ყველაზე განვითარებული ადგილი საქართველოში იყო ჯავახეთი. ასობით ათასი ქართველი აყარეს და დეპორტაცია მოხდეს საქართველოს ჯავახეთიდან. მე-20 საუკუნეში ყველაზე განვითარებული და ყველაზე წინწასული ნაწილი საქართველოს იყოს აფხაზეთი და 500,000 ქართველი გადაასახლეს აფხაზეთიდან ქართლიდან. ეს ყველაფერი გააკეთა იმ რუსეთის იმპერიამ, რომელსაც ახლა ესენი ცდილობენ ისევ უკან მიგვაბან და ისევ რაღაცნაირად დაგომონონ. რუსეთის იმპერიალისტურმა ხელმძღვანელობამ ყოველთვის ზუსტად იცოდა, სად უნდა დაერტყათ ჩვენთვის, რომ ხერხემალში გადაეტეხა ჩვენი სახელმწიფოებრიობის ოცნებაც კი, ჩვენი იდენტურობა. მათ დაგვენგრიეს ეკლესიები და მონასტრები. ის რაც დარჩა, ისევე გადაღიბეს და დაამახინჯეს, როგორც ილორის წმინდა გიორგის ტაძარი აფხაზეთში. ამიტომ არის ჟამი ქვების გაბნევის და არის ჟამი ქვების შეგროვების. წელს ჩვენ ვაღდგენთ ახალციხეს. იმ ადგილს, საიდანაც მე-19 საუკუნეში გაასახლეს მოსახლეობის 90%. წარმომადგენლად სილამაზის ჯაყელების სასახლე, ქართული ეკლესიები, ძველი ქართული ძეგლები, ახალციხის ციხე, რაბატი და დიდი კულტურული ცენტრი ისევ აღდგება იმაზე მეტი წყირვალებით, ვიდრე როდესმე ყოფილა. ჩვენ აღვადგინეთ ასობით ქართული ეკლესია და მონასტერი. წელს ვაღდგენთ, ვამთავრებთ ფოთის საკათედრო ტაძრის აღდგენას, ბაგრატის, როგორც საქართველოს სიძლიერის სიმბოლოს აღდგენას ქუთაისში, გვირგვის ამ ჩვენი პროცესის. ჩვენ ასევე მივხედათ ჩვენ ძეგლებს უცხო ქვეყნებში, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკე უცხო ქვეყნის მთავრობიდან. რამოდენიმე ხნის წინ მე შევქმნი ჯგუფი, რომელიც მუშაობს ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე, გამოსყიდვაზე ისრაელში და ამის შესახებ ჩვენ საელჩოს დავალებული აქვს, რომ ჭიდრო კონტაქტები გქონდეს ისრაელის მთავრობასთან. მადლობელი ვართ ისრაელის მთავრობის თანამშრომლობისთვის, მათ შორის ჯვრის მონასტერში დაცული ქართული სიწმინდეების გადარჩენის საკითხში. პირველივე ვიზიტიდან ისრაელში ეს საკითხი მე დავაყენე. ახლა უნდა დადგეს საკითხი იმისა, რომ ჯვრის მონასტერი დაუბრუნდეს საქართველოს და ქართულ ეკლესიას. იქ ისევ აღევლინოს ქართული ლოცვა და ისევ ის იყოს საქართველოს ეკლესიის, საქართველოს კულტურის შემადგენელი ნაწილი, როგორც იყო საუკუნეების განმავლობაში. ჩვენი ძეგლები თურქეთში, ოშკი და სხვა ძეგლები. ეს არის უნიკალური მემკვიდრეობა ქართული კულტურის. ამ ძეგლებსაც დაემუქრა დანგრევა და განადგურება. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება თურქეთის მთავრობასთან, რათა ორ ნიადაგზე მოხდეს ჩვენი ძეგლების გადარჩენა, ისე როგორც ეს არის ქართული ტრადიციით, არა უბრალოდ ზოგადად, არამედ როგორც შეესაბამება მათ პირველად წყირვალებას. ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, თქვენზე დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა. მე ვალდებული ვარ სიმართლე გითხრათ. სიმართლე კი ისა, რომ აქამდე არასდროს ყოფილი ვარ თავისუფლებასთან და უსაფრთხოებასთან, თავისუფალი ერების ოჯახის წევრობასთან ისი ახლოს, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს დასაძლევი იმისთვის, რომ საბოლოო შედეგს მივახციოთ. ყოველგვარ მუქარას უნდა გაუძლოთ და დიდი სურვილი და თავდადება უნდა გამოავლინოთ. მალე ჩვენ გვექნება არჩევნები. მე ვიქნები იმის გარანტი, რომ საარჩევნო პროცესმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაიაროს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომელიც მონაწილეობას მოიღებას გეგმავენ, ხალხს სიმართლე უნდა უთხრან. თითეული მათგანი ვალდებულია, რომ ხალხის წინაშე კაფიო და გახსნილი იყოს. ხედავ, რომ ქვეყნის უსაფრთხოების თავისუფლებისთვის თავარ საკითხზე ზოგიერთი პარტია მერყეობს, ერთი პოზიციებიდან მეორეზე დახტის
პრიორიტეტების გამოკითხვების შედეგების მიხედვით ცვლის, ქარის მიმართულების მიხედვით. ზოგიერთს გავს სმენიან, რომ რუსეთის ლიდერებთან კარგი ურთიერთობა უნდა კონდეს და ეს ნატოზე და ევროკავშირზე პრიორიტეტულია. ასევე გამიგონია იმის მიუხედავად, რომ ნატო და ევროკავშირი პოპულარულია და ჩვენ პრიორიტეტად უნდა დარჩეს, იმიტომ რომ ხმების მიღებაც უნდათ, კარგი ურთიერთობა უნდა კონდეს პუტინთან და მის მთავრობასთან. არის მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ ამ სამიდან არც ერთი გზა არ გვჭირდება, რადგან ქართული გზა უნდა გამოვიგონოთ. მარტო ვიყოთ სოფლიოში და ყველა ქარი ჩვენკენ შემოუბრუნდეს, ჩვენ კისერზე გადაიაროს. ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, რა თქმა უნდა, ყველა სულს უკეთესი ურთიერთობა რუსეთთან, პირველ რიგში მე. მაგრამ არა ჩვენი სუვერენიტეტის ხარჯზე, არა ჩვენი სახელმწიფოების ხარჯზე და არა ნატოსა და ევროკავშირის ხარჯზე. სხვათა შორის, ნატო და ევროკავშირი ჩვენი სახელმწიფოების გრადოვის ერთადერთი გზაა მომავალი თაობებისთვის. ამ სტრუქტურებში ინტეგრაციის ნაკისრი ვალდებულებები განუხრელად უნდა შევასრულოთ და მტკიცედ უნდა გვწამდეს. ნებისმიერ მუქარეს ზიანის მიყენების სელვის მიუხედავად სიმტკიცე უნდა შევინარჩუნოთ ისე, როგორც ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გააკეთეს. ამ სამერს, რომელიც როდესღაც ოკუპირებული იყო და ახლა თავისუფალი და უსაფრთხოა. არასდროს შეუტანია ეჭვის საკუთარ პრიორიტეტებში. ერთხელაც არ უყოყმანია და ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფო დღეს ნატოსა და ევროკავშირის წევრია. ახლა ამ ქვეყნებში შეჭრა მოსკოვის ყველაზე რევანშისტულ ლიდერებსაც კი არ მოვათ აზრად. 90 წლებში ბალტიისლების აბსოლუტური სიმტკიცის შეუპოვრობის შედეგად მათი შვილები, შვილიშვილები და ალბათ შვილთაშვილებიც უზრუნო ქვეყნებში იცხოვრებენ. დააკვირდით ზოგიერთ სხვა ერს, რომლებსაც ზავსი ტყვეობა გამოიარეს. დააკვირდით იმ ერებსაც, რომლებიც ჩვენ სამეზობლოში, რომლებიც ახლოს იყვნენ ევროპულ ოჯახის შესვლასთან და მერყეობა გამოავლინეს. დააყოვნეს და თვალი მოსკოვისკენ მიაბრუნეს. სხვადასხვა დაპირებებს წამოიღენ. მათ არა მხოლოდ წლები დაკარგეს, არამედ უფრო მეტიც მიიღეს მათ ამის სანაცვლოდ კარგი ურთიერთობა რუსეთთან. დავსვათ ეს კითხვა. მათ შორის ერთი მეზობელი, რომელსაც მიიღო კარგი ურთიერთობა რუსეთთან. რა თქმა უნდა, არა. დღეს ისინი იხდიან გაზის სამჯერ მეტ ფასს ვიდრე საქართველო. მათ ესევე მათ ტერიტორიას ასევე მუდმივად რიტორიკულად ემუქრება რუსეთი. იმიტომ რომ რუსეთის დღევანდელ ლიდერებს არ უნდათ მეზობლები. მათ სურთ აბსოლუტური ვასალები ყავდეთ. დამყრობლის მეგობარი კი ვერ გახდები. დამყრობელი დაგინდობს, გაგამდიდრებს, კიდევაც ფულს გაგაკეთებიებს, ოქროში ჩაქსვავს, მაგრამ ამისთვის მას თავი უნდა დაუხარო და შენი თანამემამულეებიც უნდა დაუქვემდებარო. ეს იყო არა ამ დამყრობლის ისტორია, ეს იყო სხვა დამყრობლების ისტორიაც. ჩვენ არ გვინდა ბატონები და მონები ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ გვინდა თავისუფლების მტკიცე დაცვა, მტკიცე თავდადება დასავლური ინტეგრაციის მიემართ. ნებისმიერი სახის დაყოვნება ჩვენს იზოლირებას მოახდენს ჩვენი მეზობლებისგან. დაგვიხურავს კარს და საბოლოოდ გადაგვექცევს მოსკოველი რევანშისტები ლიდერების ნადავლად, აი ხელები ეფხანებათ მაგისთვის. ყველამ თავისი აზრი ნათლად და ღიად უნდა გამოხატოს საქართველოში და საქართველოში ყველა ამაზის მიმართ არის ტოლერანტულობა. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, მეგობრებო. ყველა პარტიას მინდა მიმართოთ. თავისუფლების პირობებში ყველაფრის გამოხატვა შეიძლება. შესაძლებელია საქართველოში გახსნათ იყოს პუტინის მომხრე. ამის მიუხედავად, რომ ჩვენ პუტინის პუტინის ჯარისკაცების მიერ ვართ ოკუპირებული და იმის მიუხედავად, რომ 500,000 დევნილი პუტინის მიერ განხორციელებული და დაკანონებული ეთნოწმედის ხერხია. მიმაჩნია, რომ პუტინის მომხრეობა არც კარგია, არც მორალურია და არც პოპულარულია, მაგრამ ეს არის ლეგალური, ნებადართული ჩვენთან. ამის მიმართ კანონი ტოლერანტულია. ასე რომ ვისაც პუტინი მოგწონთ, მისი გჯერათ, ამ ფიქრობთ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების მისეული ხედვა შეიძლება მიიღოთ, გთხოვთ ამის შესახებ ხმამაღლა თქვათ და აქეთ-იქით ყუთს ნუ აქიცინებთ. შეგიძლიათ ღიად წახვიდეთ და უმღეროთ პუტინს. როგორც ეს ეთნიკურად ქართულმა მომღერალმა გააკეთა 2 დღის წინ. მის ხარდასაჭერად, იმიტომ რუსი მომღერლები ამას უკვე დიდი ხანია ბევრი მათგანი აღარ აკეთებს. შეიძლება ურთიერთობა გქონდეთ რუსეთის ამ მთავრობასთან ლიდერებთან. და თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ეს ნატოს და ევროკავშირის წევრობაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ეს პოზიცია ხალხისგან დამალოთ. თქვენ არ შეგიძლიათ, როგორც ანდაზა ამბობს, ორ სკამზე ერთდროულად იჯდეთ. დისკუსია, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმებსა იმ გზებს უკავშირდება, რომლებიც ამ გეგმების განხორციელება მიგვიყვანს, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ვალია ეს ნათელი და გამჭვირვალე იყოს ხალხისთვის. აი
ამიტომ ეს არის ჩემი მოწოდება. დიდი მადლობა, იყავით ხნეთ და მინდა კიდევ ერთხელ კედი მოვიხარო ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და დიდი მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს. მადლობთ.